ესეც შემდეგი გაკვეთილი დახურული არხის მნიშვნელოვანი მასალა იქნება ეს და ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, როგორც არის სწორი ენთრი როგორ გავხსნათ და მარკეტის სტრუქტურა ზოგადად როგორ დავინახოთ. ესეთი მსგავსი გაკვეთილი უკვე იყო ერთი და ამაში უკვე თვითონ მარკეტზე მიმოვიხილავთ ყველაფერს უფრო დეტალურად ჩავალთ და ანუ ყველაფერს უფრო სწორიანი დაგანახებთ რა. ანუ სად არ უნდა შევიდეთ და სად არ უნდა შევიდეთ და როგორც აქ გვიწერია, როდის არ უნდა შევიდეთ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდის შევიდეთ. და ნელ-ნელა გავყვეთ და ყველაფერი განვიხილოთ აი ამ სტრუქტურის მიხედვით, რაც აქ გვაქვს. და ძალიან ბევრი რაღაც მასალა არის ხა აქ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ ვიდეოს ბოლომდე ყურება უკვე ძალიან წინ წაგწევს და ბევრად უფრო მაღლა დააყენებ შენ ტრეიდინგს, ვიდრე იქამდე იყო რა. ეხლა მარტივად უცებ დავალაგოთ რა იქნება ძირითადად განხილვა, მარკეტის სტრუქტურა, როგორ მოძრაობს higher high და higher low-ები იქნება, დეტალური განხილვა ყველაფრის, ტრენდის ფაზები, სტრუქტურის შეცვლა, liquidity, სტრატეგიაში როგორ შევიდეთ, ყველაფერი, რა დროს როგორ ხდება ყველაფერი, entry როგორ ხდება, time frame-ების დროს რა მნიშვნელობა აქვს, მაღალ time frame-ები როგორ, დაბალი time frame-ები როგორ, risk reward-ი რო კარგი უნდა გქონდეს, ემოციური ცვლილებები და უკვე პრაქტიკაცებს ბოლოს გადავალთ. მაგრამ ყველაფერს უფრო თვითონ პრაქტიკაში განვიხილავთ რა ყველა მასალას. პირველი რაც არის ეგ არის მარკეტის სტრუქტურა, რაც აქ გვაქვს. პირველი ეგ არის მარკეტის სტრუქტურა, ის რომ ქაოსურად არ მოძრაობს ბაზარი და ყოველთვის ქმნის higher highs, higher lows და დაღმავალ ტრენდზე lower lows და lower highs და lower low და lower high და ეს რას ნიშნავს ზოგადად ეგენი განვიხილეთ წინა გაკვეთილზე, ასე რომ წესით თანმიმდევრობით უნდა მიყვე და თუ ამას უყურებ უკვე იცი რასაც ნიშნავს. და თავი კითხვა რაც უნდა იყოს, ეგ არის uptrend-ი, downtrend-ი თუ range-ი არის, თუ კონსოლიდირებს რა ფასი თანაბრად თუ მიდის. და მაგის გარკვევა ძირითადად რთულია ხოლმე ტრეიდერებისთვის, მაგრამ რეალურად ქაოსური არ არის. ბაზარი არ არის ქაოსური, მაგრამ უჭირთ გარკვევა. ეხლა ამას დავინახავთ ძალიან მარტივად. ამჯერად ერთწუთიანი რო განვიხილოთ, ერთწუთიან სიტყვაზე აქ ფასი კონსოლიდირებს მაგალითად, როგორც აქ ვთქვით, range-ი არის ფასი აღმავალი, equal high, equal low, equal high, equal low. გარღვია აქ ვითომ ბევრი დაიჯერებდა ამ გარღვევას, მაგრამ რეალურად ეს არ არის გარღვევა. და equal low. ნამდვილ გარღვევად მხოლოდ შეიძლება ჩაითვალოს აი ეს, როგორც არის აქ. აი ამ სანთლის შემდეგ, რომელიც აი ესე ძლიერად დაიხურა აღმავალში და სანთელი რომელიც იყო ძლიერი და თან აღმავალში დაიხურა, თან ამიზევით დაიხურა, უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს გავარღვით და უკვე ხა ზევით წავალთ. მაგრამ აქ ეს ყველაფერი იმიტომ არის, რომ მოხდეს სტოპი. ამას უკვე განვიხილავთ, ეხლა რო გავწდებით, მაგრამ თავარია გავიგეთ. აქ ფასი არის range-ში, თანაბრად მოძრაობს, რეალურად მარტივი არის ამის დანახვა, გაარღვია, უკვე აქ აღმავალი ტრენდი გვაქვს და აღმავალს შეგვიძლია ვეძებოთ აქედან ტრეიდები. მაგალითად, ამ pullback-ის შემდეგ, აქედან სადაც არ უნდა გავიხსნათ ტრეიდი, ჩვენ სტოპ-ლოს არ მიარტყავდა high-მდე. მაგრამ downtrend-ში თუ დავხსნიდით, მიუხედავად აი აღმავალი ტრენდისა, მაგალითად, აქ სტრუქტურის შეცვლას დაინახავდა, აქ დაინახავდა supply-ს და აი მე ერთწუთიან დადასტურებაზე გახსნიდა აი აქ trades.
და წავიდა კიდეც და აი დაასტოპდა ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ აღმავალში რო გასულიყავი, აი ამ დადასტურების შემდეგ, სანამ ჰაინდი არ ავიდოდა, არ იქნებოდა შენ სტოპს არ მიერტყავდა ნებისმიერ შემთხვევაში. იმიტომ რომ გქონდა აი აქ აღმავალი. აი ამ დადასტურების შემდეგ დავიწყეთ აღმავლის ძებნა და არა უბრალოდ აქ რეინჯში არაფერს არ ვაკეთებდით, აღმავალში აღმავალს ვეძებდით და აქ ეს ნამდვილად არის დაღმავალი, იმიტომ რომ დაღმავალი რომ ჩაითვალოს, მაშინ უნდა გაარღვიოს აი ეს რეინჯი. ჩვენთვის იმის დადასტურება რო იყოს, რომ ეხა ვეძებოთ დაღმავალ ტრენდი, მაშინ აი ამ რეინჯის გარღვევა უნდა იყოს. რომელიც აქ გვაქვს. იმიტომ რომ ამ რეინჯის შემდეგ წავიდა აღმავალში და დაგვანახა, რომ ტრენდი აღმავალია და ეს აქ რაც მოხდა, ეს მხოლოდ ლიკვიდიტი არის და მეტი არაფერი. ლიკვიდიტი და წავიდით ძემით. ექნებოდა supply, აქ დადასტურებას ნახავდა ვითომ და აქ დაასტოპებდა კიდეც. ყველას ტრეიდს აიღებდა, მაგრამ აქ დაასტოპებდა. რატო? იმიტომ რომ ტრენდი არ ქონდა სწორად განსაზღვრული. აი ამ ერთმა კონსოლიდაციის გარღვევა მისთვის იყო ტრენდის ცვლილება. გავსად აქაც ვიღაცისთვის აქ იქნებოდა supply და იფიქრებდა, რომ აქ supply გვაქვს და უკვე დადასტურებას დაელოდებოდა და აქედან ტრეიდს გახსნია. არამედ პირიქით გაქანებული აღმავალი ტრენდი არის აქ როგორც ხედავთ, ხო? უბრალოდ მაგ double time frame-ზე სტრუქტურის შეცვლას თან უნდა ახლდეს მაღალ time frame-ზე, იმიტომ მაღალ time frame-ს ბევრად დიდი ძალა აქვს. მაგიტომ ქვია მაღალ time frame. ხო, აი რაც აქ გვიწერია, ამ ტრენდში ბოლო low რო იმღვევა, ეგ არის ტრენდის ცვლილება უკვე. მაგალითად 1 საათიანზე ამ ტრენდში ქონდა ჩამოსვლა, აქ ფასი ჩამოვიდა, გააკეთა fullback-ი და აი ამას როცა გაარღვევს 1 საათიანი. ეგ უკვე იქნება ჩვენთვის ტრენდის ცვლილება. აი აქედან. მარტივად. აქ დავალოდებით, ტრენდი შეიცვლება და შემდეგ უკვე double time frame-ებზე მოძებნით დადასტურებას და double time frame-ზე როგორ მოძებნოთ ეგ დადასტურებები, მაგასაც გავიგოთ ყველაფერს. Liquidity ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ბაზარი ყოველთვის ეძებს liquidity-ს ყოველთვის ცდილობს, რომ შენ stop loss მიარტყას და შემდეგ წავიდეს შენივე მიმართულებით. მაგალითად, აქ შედიხარ ტრეიდში, ცდილობს, რომ შენ take profit-ამდე არ ავიდეს, ჩამოვიდეს ჯერ შენ stop loss მიარტყას და შემდეგ წავიდეს შენ take profit-ისკენ. ასე რომ ამ შემთხვევაში ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე break even-ზე გადმოგვაქვს stop-ი და ამასაც განვიხილავთ უკვე სტრატეგიის სექციაში, როცა გადავალთ. და აი აქ კი ნახე range-ის დროს მოხდა სტრუქტურის შეცვლა ძლიერი სანთლით. მაგრამ ამ სტრუქტურის შეცვლას სჭირდებოდა რამე liquidity. იმისთვის რომ stop-ში გაიყვანა ტრეიდერები და დაესტოპებინა. აქ როგორც კი მოგცა liquidity, აქედან უკვე ჩვენთვის ვალიდური არის, რომ მაგალითად სტრუქტურა შეიცვალა, აღმავალი ტრენდი ავიცით, liquidity გავაკეთა და უკვე აქედან ჩვენთვის არის ის მოძრაობა, სადაც შეგვიძლია აღმავალში დავიწყოთ და ვიღაც აქ დაღმავალში გახსნიდა, ხო? არ არის ლოგიკური. მაგიტომაც არ უნდა გაიხსნა აქ დაღმავალში, იმიტომ რომ აი აქ გვაქვს ამხელა ძლიერი სანთლით გარღვევა. სტრუქტურის შეცვლა. ანუ აქ ხდება პოზიციების დაგროვება და შემდეგ ერთიანად მიდის მაღლა რა. აი ამ ინვესტორმა განსაზღვრა იმან, რომ აქამდე არ დაელოდა ტრენდის ცვლილებაზე, თან
მაღალ time frame-ზეც არ გაითვალისწინა ტრენდი, ამან გამოიწვევდა მის წაგებას, ხო? ხო, კიდე ერთი, აქ რატომაც არ უნდა გაიხსნა ტრეიდი, ხო რეალურად კარგად ჩანდა, რომ range-ის გარღვევა შევსება და თითქოს კარგად ჩანს, რომ უნდა გახსნა. აი აქ როცა ხდება აი ესეთი რაღაც, ნებისმიერ შემთხვევაში აქაც ტრეიდი რო ქონდა უნდა გახსნილი დაუშვათ. შეიძლება არ ყოფილიყო შეცდომა, მაგრამ ფასი რო წამოვიდოდა აქ და აი მსგავს რაღაცას გააკეთებდა აი ამ ორ სანთელს, მაშინვე უნდა დაეხურა ტრეიდი რა და ზუსტად ეგრე უნდა გააკეთო. აი ეს როცა დაღმავალ ტრენდში მიდის და მსგავს აღმავალ ფითილა სანთელს ტოვებს, ეგ არის იმის მაჩვენებელი, რომ პირდაპირ გეუბნება მარკეტი, რომ ეგ არ არის დაღმავალი, მივდივართ მაღლა, მარტივად რო ვთქვათ. და როცა ორი არის ასე გადაბმული, ეგ მით უმეტეს მან ყველაზე სარისკოვარი ტრეიდის გახსნა და ეგ დრო არის, როცა არასდროს არ უნდა ივაჭრო. და თუ ტრეიდში ხარ, უნდა წესით სტოპი ბრეიქ-ივენს ჩამოიტანო ან რაღაცნაირად შეამცირო რისკი, აი ესეთი შემთხვევის შემდეგ რამდენჯერაც ესეთი მსგავსი რამ ინახავს, იმდენჯერ ძალიან არალოგიკურად მოძრაობს ხოლმე. აგას თითქოს დაბლა წამოვიდა, გააფეიკა და ეგრევე წავიდა მაღლა. მეორე რა არის, ეგ არის ტრენდის სამი ფაზა, ეგ არის up ტრენდი, რაც განვიხილეთ, up ტრენდი, რაც არის higher high, higher low. Higher high, higher low, higher high, higher low, higher high, higher low. და ყველაზე დაბალი higher low-ს გარღვევის შემდეგ ეგ არის უკვე სტრუქტურის შეცვლა. ანუ change of character. Range არის, რაც ზუსტად განვიხილეთ ესეთი მოძრაობა. ეხლა უბრალოდ განვიხილავთ რა არის, რა დროს არ შეიძლება შესვლა, რა დროს არის სწორი შესვლა და მე უკვე სტრატეგიაში რომ ამას გადააბა უკვე გამოვა უკვე ძალიან მარტივად მიხვდები რატო იყო ამის ცოდნა საჭირო. ხო და სტრუქტურის შეცვლა. სტრუქტურის შეცვლა სწორედ ქვია აი ამას, მაგრამ სტრუქტურის შეცვლას ყოველთვის ჭირდება დადასტურება, მაგალითად მაღალ time frame-ზე დადასტურება, ის რომ მაგალითად ერთწუთიანზე სტრუქტურის შეცვლა არ არის საკმარისი, უნდა გქონდეს მაღალ time frame-ზე რაიმე დადასტურება. მაგალითად აქ ერთწუთიანზე თუ მოხდა სტრუქტურის შეცვლა, აქ ვერაფერს ვერ ვხედავთ, რომ რამდენად დაღმავალი ტრენდი იყოს. როცა ხდება ესეთი ორი ძლიერი გადამულად ორი სანთლის ფორმირება ისე თან აღმავალ ტრენდში, თან ესეთ დადასტურებაზე, თან liquidity-ით, ეგ არის გარანტირებულად და ხშირად დადასტურებებიც არ არის ხოლმე, მაგრამ ორი ძლიერი სანთელი როგორც კი წავა, ეგ არის ნიშანი, რომ მაღლა მიდის ხოლმე. შეიძლება ეს მარტო ჩემი დაკვირვება არ არის, მაგრამ ჩემ სტრატეგიაში ეგ ძალიან დიდ როლს თამაშობს უკვე საბოლოო დადასტურებისთვის. საბოლოო დადასტურებისთვის ჩვენ სტრატეგიაში თუ ერთწუთიანზე არ გვაქვს მსგავსი სურათი, როგორც არის აი ეს 1-2 სანთელი გადასტურებად, მაგალითად აქაც 1 აი ესეთი 2 სანთელი გადამულად, მაშინ ტრეიდს არ ხსნით. მოვაშოროთ. აი ქონდა ეს დადასტურებაც და ეხლა რა შვებით? ანუ confirmation liquidity ქონდა, მარკეტის სტრუქტურა გავიგეთ და დადასტურებას დავინახეთ. გაიხსნება ლონგი აქ. stop loss-ი არასდროს არ ვაყენებთ აქ ან აქ. ყოველთვის ვაყენებთ დაბლა, აი ამის დაბლა ოდნავ. იმიტომ რომ ხდება ხოლმე რომ მოდის აქამდე და შემდეგ აგრძელებს მაღლასწორს. და take profit-ს ვიღებთ high-მდე. გამოდის აი ესეთი ტრეიდი, რომელიც პირდაპირ მაღლა მიდის და არც კი გაჩერებულა. თუ იცი რას ათარგეთებ, შეიძლება უფრო მაღლას დაათარგეთო, მაგრამ აქ სწორი იქნებოდა აი ამ
დათარგეთება, იმიტომ რომ ყოველ სიტყვას შევდივართ პირველ ჰაის ვათარგეთებთ. თუ სიტყვაზე აქ უფრო მეტი მოვინდომეთ, მაშინ დავალდებოდით რას? აქ რო წავიდოთ და სტოპს ჩამოვიტანდით, ბრეიქ-ივენზე კი არა, არამედ აი აქ ავიტანდით. თუ უფრო მაღალ თარგეტს ვათარგეთებდით და ანუ ჩვენ სტოპს აქ ავიტანდით რა, ნებისმიერ შემთხვევაში აქ რო ჩამოსულიყო, აქ ზუსტად ის მოგება იქნებოდა ის რაც აქამდე რო ავიდოდა ეგ რა. ტაიმფრეიმების ლოგიკა არის ძალიან მარტივი, მაღალი ტაიმფრეიმები არის მიმართულებისთვის და ბაიასისთვის, ანუ როგორც გვიწერია 4 დღიანი, 4 საათიანი ან 1 საათიანი, ამას ვიყენებთ იმისთვის, რომ განსაზღვროთ რა არის ტრენდი. საით არის ტრენდი, მაგალითად აქ სტრუქტურის შეცვლა, დაბალ ტაიმფრეიმზე ტრენდს არ განსაზღვროთ, იმიტომ რომ აი ეს დაბალ ტაიმფრეიმზე რო ვნახოთ, ძალიან დიდი სტრუქტურის შეცვლა იქნებოდა და დაღმავალი გვეგონებოდა, მაგრამ აღმავალი არის რეალურად. ანუ სტრუქტურის შეცვლას განსაზღვრავთ მთლიანად აღმავალ ტრენდზე. და დაბალ ტაიმფრეიმები არის დადასტურებები. entry, მაგალითად წეღა როგორც გავაკეთეთ liquidity, entry და ორი ძლიერი და სანთლის დადასტურება და მსგავსი დადასტურებები. entry-ს მნიშვნელობაც რო გავიხილოთ, საიდან უნდა შევიდეთ ტრეიდებში, რატომ უნდა შევიდეთ და ანუ რა დადასტურებები არის საჭირო, აი გვაქვს ჩამოწერილი მარკეტის სტრუქტურა, liquidity და დადასტურება, მაგალითად rejection. აი იქ მაგალითად სადმე ვაპირებთ ტრეიდის გახსნას, ხო? აქედან ჩვენ რა დადასტურებები გვჭირდება? პირველ რიგში გვჭირდება ის რომ დავინახოთ, რომ აქედან დაღმავალში ამ რეინჯის შემდეგ გაარღვევს და აღმავალში აპირებს, ეს ერთი დავინახეთ, რომ სტრუქტურის შეცვლაა, ხო? გვაქვს სტრუქტურის შეცვლა, შემდეგ რას ველოდებით? ველოდებით liquidity-ს. გააკეთა აქ liquidity, ანუ დაასტოპა, ეს გასვიპა, liquidity გააკეთა და ეხლა უკვე ჩვენ გვინდა აქედან რაიმე ერთწუთიანზე დადასტურება, როგორც აქ იყო confirmation, მაგალითად rejection, მაგრამ ამ შემთხვევაში რა? წავედით მაღლა, დაანახა, აქ დავინახავთ იმას, რომ ტრეიდერებს დაანახა, რომ თითქოს დაღმავალში მოვდივართ და აი აქ შექმნა ჩვენი სტრატეგიაში როგორც არის ორი ძლიერი აღმავალი სანთელი. ეხლა განვიხილოთ risk to reward-ი სწორი როგორი არის. კარგი ტრეიდი არის 1-2-თან, როგორც მაგალითად აქ გქონდა ერთწუთიანზე რო გადავიდეთ, წეღარა ტრეიდიც ნახეთ, რომ კარგი იყო 1-3-თან უფრო მეტიც. 1-3-თან, აი ეს არის risk to reward ratio, 3 იყო risk to reward-ი. ანუ აქ თუ ავიღებთ ტრეიდს და სტოპი იქნებოდა აქ 2.77 გავუწის, კაი. თუ აქ ავიღებთ ტრეიდს და რისკი იქნებოდა სიტყვაზე აქ $300 წაგება, უფრო რეალური იყოს 200 იქნებოდა დაახლოებით. აქ 3-თან იქნებოდა $600 მოგება. და რატო არის ხა იქ საჭირო? ჯერ ერთი ის რომ მეგონა ცოტა აქედან მქონდა დახსნა. ჯერ ერთი ის რომ თუ ესეთ ტრეიდს გახსნი და სიტყვაზე $600 მოიგებ, მერე შეცდომაც რომ დაუშვა და აქ სწორი risk to reward-ით 3-თან დაყენებული წააგო $200, სამჯერაც რო წააგო, 3 ჯერ წაგება უდრის ერთ მოგებას. ანუ შეიძლება თვეში 10 ჯერ წააგო, 4 ჯერ მოიგო და მაინც მოგებაში იყო. მეგონი სწორად გადავთვალე. მაგიტო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ყოველთვის ემოციურად ისე არ იყოს, სწორად, შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვა და ერთი სიტყვაზე 3 წაგება გადაფაროს 1 წაგება, 1 მოგება.
მაგრამ როცა risk to rewards 1-1-თან იღებ, ეგ არ არის სწორი არანაირად. იმიტომ რომ იგებ $500, აგებ $500. წაგებები შეიძლება ყოველთვის უფრო მეტი გქონდეს. შეიძლება ბევრად მეტი წაგება გქონდეს, მაგრამ ნაკლებმა წაგებამ მაინც პროფიტული გახდოს. უკვე ბოლოსკენ რო გავიდეთ და განვიხილოთ უმეტესობა ტრეიდერი რატო აგებს, ძირითადი მიზეზები არის აი აქ. ეს არის overtrading-ი, ის რომ ერთხელ სიტყვაზე შევიდა ტრეიდში, წააგო და შემდეგ უკვე ემოციებზე დაყრდნობით ხსნის კიდევ ტრეიდებს და ჩვენ არასდროს არ უნდა გავხსნათ ტრეიდი ორჯერ დღეში. მაგალითად, თუ ერთხელ ტრეიდი აიღე და წააგე, ნებისმიერ შემთხვევაში რას ეტაპიც არ უნდა დაინახო, უმჯობესი იქნება რომ მაგ დღეს საერთოდ აღარ გახსნა ტრეიდი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეგ ემოციური იქნება და თუ ის შეგიძლია რომ ემოციურად არ გახსნა მაგ დროს ტრეიდი, ეგ ძალიან რთული არის და ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ტრეიდი დღეში საკმარისია და კვირაში 3 ტრეიდზე მეტი არ არის საჭირო. ეგ არის კიდე ემოციური entry ხოლმე ძირითადად, მაგალითად ჩვენ რომ 2 სანთლიან დადასტურებას ველოდებით, ხო? შეიძლება ეს სანთელი აქ იყოს და ბოლომდე არ იყოს ეს სანთელი დახურული. აქ იყოს ასული და 30 წამი ქონდეს დარჩენილი და მაგ დროს გახსნა ტრეიდი. ეგეც არ არის დაშვებული. სანთელი ბოლომდე უნდა დაიხუროს, ახალი სანთელი გაიხსნა და შემდეგ გახსნა ტრეიდი, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს და ბოლო 30 წამი ამ სანთლისამ COVID დახუროს და არ დახუროს აღმავალში. ეგ არასწორი entry შეიძლება იყოს წაგების მიზეზი. ასე რომ ყოველთვის დაელოდე ბოლომდე სანთლის დახუროს. ორი სანთელი, რომელიც ბოლომდე დაიხურა. ხო, სტრუქტურის იგნორი, ეგეც აი რაც აქ განვიხილეთ, მაგალითად აქ სტრუქტურის შეცვლა გვაქვს და liquidity და ვიღაცამ დაიგნორა ის რომ ამხელა აღმავალობა გვაქვს და აი ამ სტრუქტურის შეცვლაზე და აი ამ supply-ზე დაამყარა ის რომ აქ ტრეიდი უნდა გაიხსნა. ეგ კიდევ ერთი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს წაგების და კიდევ ერთი უკვე გვიან შესვლა. მაგალითად აქ რო შესვლას ვაპირებთ და აქ რო დამაგვიანდეს სიტყვაზე არ ავიღო აქ ტრეიდი და აი აქედან რო თქვა რომ აი ეს უკვე აღმავალში გაგრძელდება და კი გვიანია, მაგრამ აქედან გავხსნა თქვა რო თქვა. ჯერ ერთი რომ ძალიან ბევრს რისკავ. risk to reward-ი გაქვს საშინელი აქ. არ ვიცი. ეს არაფერი risk to reward-ი არ არის. და უბრალოდ ემოციებზე ხსნით ტრეიდს. ანუ თუ გაგიქცა, უბრალოდ გაანებე, ახალი entry-ც მოვა, შეიძლება უფრო ბევრად უფრო უკეთესიც. ეგ არის შენი მიზანი, რომ გაეკიდო რახან აღმავალია და ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენო, არა საჭირო ყველა ვარიანტი გამოიყენო. თუ ეს გაგიქცა, აქამდე ავიდა უკვე გვიანია, ხო? აღარ გახსნა. თუ აქედან risk to reward-ი 1-2-ის დაჭერა შეგიძლია, მაშინ გახსენი, მაგრამ თუ ნაკლებია risk to reward-ი, უკვე დაგვიანებულზე გახსნა წაგების ტოლოსი არის. და პრაქტიკული არის ის, რომ უბრალოდ ეხა რაც შეგიძლია გააკეთო, trade view-ზე გადახვიდე, რომელიც შენ სასურველი ეს აირჩიო, euro USD გინდა gold-ი და ესენი უკვე პრაქტიკაში გაიარო შენ თვითონ და სხვადასხვა სიტუაციები რამოდენიმე მინიმუმ დღეში 3 სიტუაცია სხვადასხვა მაგალითად აღმავალზე რატომ შეიძლება და აქ ტრეიდის გახსნა ძველები არა ახალი გაიარო და დაინახო მაგალითად სტრუქტურის შეცვლა აღმავალზე აღმავალ time frame-ზე სტრუქტურის შეცვლა მე double time frame-ზე გადახვიდე და მაგ მომენტში როგორ შეგეძლო ტრეიდის გახსნა თუ გქონდა liquidity სტრუქტურის შეცვლა თუ გქონდა დადასტურება თუ გქონდა და ასე შემდეგ ეს იყო ამ გაკვეთილის მიზანი და ეს ხო ეს აუცილებლად დატესტე, იმიტომ რომ იგივე დაგავიწყდება და აუცილებლად ეს ყველაფერი რაც გაიარე აქ იგენი ჩაიწერე, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენ გონია იმახსოვრებ, მაგრამ დაგავიწყდება.
ხო და TradView-ზე პრაქტიკა გაიარე ძველ იმეებს გადახედე.